დღითი დღე ქრება თავისუფლებები ქვეყნიდან სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ და მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამასზე არ ხდება საკადრისი პასუხის გაცემა. შენ დადიხარ და აპროტესტებ და ვიმარჯვებ ძლიერდებიო იძახი. აი, მანდ არის შეცდომა. ანუ სულ ერთი და იგივე ხდება. ხოცები ტლანქად და უხეში ძალით იქცევიან, თავხედურად იქცევიან და ამაზე პასუხი ყოველთვის არის კრიახი. შენ თუ ხვდები, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, ხვდები, რომ გართმევენ თავისუფლებებს ყოველდღიურად. ქართველ კაცს გინება აუკრძალეს. რო წარმოიდგინეთ, რომ ქართველ კაცს აუკრძალეს თავრობის გინება, კომუნისტების დროს არ იყო აკრძალული, კომუნისტებს აგინებდა ხალხი. დიდ ბრუტებას შეებრძოლო. ეს არის ერთადერთი სწორი ამოცანა. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში როგორ ხდება? ჩვენ შემთხვევაში ზუსტად იგივენაირად, ანუ როგორც მანამდე ხდებოდა 20 ჯერ რო წააგე, დაგიჭირეს, გაგლახეს, შენ მიდიხარ და რაღაცა მოსამართლეს გვარი გამოფენილი ტელევიზორში აგინებ ამ მოსამართლეს და შეკრებილი ყავს ვიღაც უცნაური ხალხი, რომელიც აი არაფრის აზზე არ არის. ერთადერთი კრიტერიუმი დისკუსიის არის მდგომარეობს იმაში, რომ არავინ არ გაგვეპაროს ისევ ისეთი, რომელიც განსხვავებულად უყურებს ამ პროცესს. სანამ რამეს გააკეთებ, მანამდე ჯერ უნდა კონდეს ნალაპარაკები. პირველად იყოს სიტყვაო, ბიბლიაში რო წერია. ეს წერია, იმიტომ ნუ დაბოდიალობ ქუჩაში, მანამდე სანამ ნალაპარაკები არ გაქვს. თავარი ლაპარაკია. მე ხო არ ვამბობ, რომ პროტესტს არ ემსახურებენ ქოცები, როგორ შეიძლება ეს გასაპროტესტებელი არ იყოს, რაც ახლა ხდება. მარტო სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რასაც ისინი აკეთებენ, არის რევოლუციის საფუძველი. მთელი პრობლემა რაც ახლა ხდება პარლამენტში ქოცები აკრობენ ჩვენს უფლებებს, კრძალავენ ყველაფერს, ეს მათ დაღუპავთ ჩემი აზრით. ანუ ხალხი აფეთქდება ამაზე საბოლოო ჯამში. მე ამჯერა რომ ჩვენ ახლა რაღაცა გინებას შევწყვეტ, თავრობის გინებას იმის გამო რომ ისა რა ქვია, ქოცებმა ეს აკრძალეს. მაგრამ ყველაფერს ჩემი კოლეგები აკეთებენ და ეს მედია იხვის კარტები, რომ ქოცებმა შეძლონ ამის მიღწევა. მიუხვდეთ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას. აი დავით აღმაშენებელი საომრად რომ მიდიოდა სადღაც, ეს ომი იწყებოდა ლაპარაკით. თან ხვდებოდნენ, ვინ რა პოზიციაზე დგას, ვინ რას აკეთებს. ახლა რისი იმედი გვაქვს, რომ ამერიკელები აღშფოთდებიან, რომ საქართველოში დიქტატორი არის? დიქტატორების მეტი რა არის სამყაროში? მეორე მხარეს რა არის? დიქტატორის საპირწონე რა არის? რას ვეუბნებით? კრიახი მედია ფრინველებში. ეს არის საპირწონე. დაიჭირეს კაცი, გამოდის საღამოს ლანძღვა ქოცებს. მეორე დღესევ დაიჭირეს კაცი, ისევ ლანძღვა ქოცებს. მოდი დღეს მოვიფიქრეთ ЧСД-ს ფანების მარშში. ახლა მოდი ვთქვათ, რომ ცხელი ძაღლის ფანების მარშზე. როგორ არ მოგბეზდათ ეს ისულელე? შენ ხო ის უნდა გააკეთო, რაც ქოცებს არ აწყობთ. ქოცებს არ აწყობთ დებატები. ქოცებს არ აწყობთ ლაპარაკი. ქოცებს აქვთ მონოლოგი. ვიღაც ექსპერტებს იპოვიან, დასვამენ იმედზე და აქადაგებენ სისულელეს. მდარე პროპაგანდა ქოცებს. ქოცების დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ არის, რომ ეს ხალხი არის იდიოტები. იდიოტებს ვაჭმევენ ნებისმიერ პროპაგანდას და არაინფორმირებულ არჩევანს გავაკეთებინებ. ამის პასუხი ხო უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ არის იდიოტი. მას შეუძლია გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, თუ მიცემ საშუალებას აარჩიოს. მაგრამ ოპოზიციაც ზუსტად ასევე ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი არის იდიოტი და მოდი ახლა პროპაგანდით მოუგო ქოცებს. დაგებს საერთოდ უკეთესი პროპაგანდა აქვს. თუ ჩვენ ვერ მოვერიეთ, აი უბრალოდ ვერ მოვერიეთ ამ ოპოზიციურ დეგენერატობას რაც აქ ხდება. თქვენ ხელსახელისუფლებო ინფრასტრუქტურას ვერ მოერევით, ის ბევრად უკეთესად არის აწყობილი.